საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ფეისბუქზე საკუთარი ანგარიში არ აქვს. მიუხედავად ამისა, იგი ამ საჯარო სივრცეში მაინც ხშირად ფიგურირებს. მისი მრავალი გვერდებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „მე მიყვარს ჩემი პატრიარქია“. ამ გვერდს 100,000-მდე მოწონება აქვს და ამავე რაოდენობის კომენტარსაც მოიცავს. ფეისბუქზე ადამიანები ერთმანეთს საჯაროდ უზიარებენ პირად შეხედულებებსა და კამათობენ მრავალ საკითხზე. რელიგია კი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. მომწონს რეალურად პატრიარქი, ვარ მორწმუნე ადამიანი და მინდა რომ ინტერნეტის საშუალებითაც მივიღო ინფორმაცია ყველაფერზე რა ხდება სიახლე რა არის. ხდება ასევე გაცვლა გამოცვლა აზრების, რისთვისაც რეალურად საუკეთესო საშუალება ალბათ არის ინტერნეტი. როგორც ვიცი არის კიდევაც ესეთი პეიჯი რომ ვიღაცას არ უყარს თავის პატრიარქი, ხო? რის გამოც ძალიან დიდი დავები იყო ამის შემდეგ და მე ვფიქრობ რომ რეალურად მასაც შეუძლია გააკეთოს ასეთი გვერდი და მეც. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქს კიდევ ერთი ახალი პეიჯი დაემატა. ეს იყო გვერდი „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი“ ილია მეორეს წითელი ჯვრით გადახაზული ფოტოსურათით. გვერდს 600-მდე მოწონება ჰქონდა და მრავალ კრიტიკულ თუ შეურაცხმყოფელ კომენტარსაც მოიცავდა. მე მწამს ღმერთის, მაგრამ ეს გვერდი დავალაიქე, იმიტომ რომ ზოგადად არ მომხრობი ქართული სამღვდელოების ცხოვრებას, არ მომწონს მეთი აგიტაცია და ამ გვერდის დალაიქებით მე მომიცა საშუალება რომ გავამეხატა ჩემი აზრი რამე პოსტის სახით. კითხვაზე კონკრეტულად ვისი შექმნილი იყო ეს გვერდი და რატომ გაუქმდა, პასუხი გაუცემელი რჩება. ამით დაინტერესებული მომხმარებელი კი ისევ იმედგაცრუებული ტოვებს ფეისბუქს.